გამიკვირდა რამდენად მაღალი იყავი. ის ძალიან მაღალია. თუ ვინმეს მხოლოდ ტელევიზორში ხედავ, მხოლოდ თავს ხედავ, ჩემ შემთხვევაში უზარმაზარ თავს. ასე რომ ეს მალავს რამდენად მაღალი ვარ. Ზუსტად ასეა. ეს მაგარ რესპუბლიკელების გადაცემაა, ხო ესეა? ასე მითხრა ჩემმა მედია გუნდმა. კარგი, შესანიშნავია. მაშ, მოდი გავარკვიოთ ეს. ალისა მგონი შენ გაქვს პირველი კითხვა. დიდიახ ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, მადლობა რომ ჩვენთან ხართ. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენ თანამდებობაზე ძლიერი პოლიტიკური იმპულსით მოხვედით, მაგრამ როცა ჩემს მეგობრებსა და ოჯახს ვესაუბრე, რომლებიც თქვენ და პრეზიდენტს მხარს უჭერდნენ და გვავაც უჭერენ, ერთი კითხვა ყოველთვის ჩნდება: ეკონომიკა. ინფლაცია მაღალია, ხელფასები დაბალია, ბენზინის ფასი იკლებს და არის ეს ახალი ამბავი ირანთან შეთანხმების შესახებ, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ, რა თქმა უნდა. რას ეტყვით იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც გენდეთ და ელოდნენ, რომ პირველივე დღეს შეამცირებდით ხარჯებს და რომლებიც ნოემბრამდე კმაყოფილები იქნებიან, ნოემბერი. კარგი, ვფიქრობ საბოლოოდ ეს ამომრჩევლებზეა დამოკიდებული, ხო ასეა? ვფიქრობ მათ სრული უფლება აქვთ ელოდონ მაქსიმუმს თავიანთი არჩეული წარმომადგენლებისგან, ვიცით რომ სხვადასხვა მანდატით ავირჩიეთ, მათგან ერთ-ერთი იყო საზღვის დახურვა. და ვფიქრობ ეს კარგად შევასრულეთ, ამ სფეროში მოლოდინებსაც კი გადავაჭარბეთ. მეორე იყო ფასების დაწევა და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი ძირითადად იმის გამო, რაც ბოლო თვეებში ახლო აღმოსავლეთში მოხდა. მაგრამ როგორც თქვენ თქვით, ნავთობი, რომელიც $120-მდე ავიდა ბარელზე, ეხლა 80-იანებშია ეს აისახება საწვავის, საკვების და ენერგიის დაბალ ფასებში. მე გავიზარდე ბაბუასთან, რომელიც მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა და პროფკავშირების წევრი იყო. შემდეგ ეს სამუშაო ადგილები გაქრა და ქარხნები დაიხურა. რაც ყველაზე მეტად მამხნევებს არის ის, რომ თქვენ ხედავთ, როგორ შემოდის ჩვენს ქვეყანაში დიდი ინვესტიციები. ქარხნები შენდება და სამშენებლო სექტორში სამუშაო ადგილები იზრდება, წარმოებაში სამუშაო ადგილები ბრუნდება, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. გოლია რომ წინ მივდივართ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენს არგუმენტს ამორჩევლებთან ნოემბერში მივიტანთ, ისინი გადაწყვეტენ, კარგად ვიმუშავეთ თუ არა. სწორედ ასე იღებენ ისინი გადაწყვეტილებას არჩევნებს. კარგი, მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა ფასების ხელმისაწვდომობას ფარსად მოიხსენია. ეს მან თქვა, არა მე. ის ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს თავის ბალრუმში და ასევე წყლის სარკეშიც. და არ დაგავიწყდეს ტრამპის თაღი, როგორც მე ვეძახი. და კიდევ გალიაში ბრძოლა თეთრ სახლში. ეს ყველაფერი. რატომ აკეთებს ამას, როცა ყველა მიცის, რომ ამერიკელები გაჯირვებაში არიან? რისთვის ხარჯავს ამდენ ფულს? კარგი, ამ ფარსის ამ ნაწილში პრეზიდენტის დაცვა მომიწერს. მან თქვა, რომ იდეა თითქოს რესპუბლიკელები ქმნიან ცხოვრების ღირებულების პრობლემას, ფარსია. ვფიქრობ ეს მართალია. თუ ბაიდენის ადმინისტრაციას დაუბრუნდებით, ინფლაცია ბაიდენის დროს 9%-ს მიაღწია, ახლა კი 3.5%-ია, სხვათა შორის. ესეც ძალიან მაღალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ინფლაცია ისევ 2.5%-მდე დავიყვანოთ, სადაც უმეტესობას მისი ხილვა ასურს, მაგრამ ცხოვრების ღირებულების პრობლემა ჩვენმა ადმინისტრაციამ მემკვიდრეობით მიიღო. ჩვენ ბევრს ვაკეთებთ ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ამას დრო დასჭირდება. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ პრეზიდენტმა იცის, რომ ბევრი ამერიკელი სირთულეებს განიცდის. სინამდვილეში მან საარჩევნო კამპანია სწორედ ამაზე ააგო, ამაზე საუბრობდა და ჩვენ უკვე გარკვეული ნაბიჯები გადავდგით და ამ მიმართულებით კარგი პროგრესი გვაქვს. თქვენ ახლა თქვით, რომ მას ინფლაცია უყვარს. რა თქვა მანანა? მან თქვა, რომ მას მოსწოვს ის ფაქტი, რომ ინფლაცია შემცირდება, როცა ეს ომი დასრულდება. ეს იყო. ეს თქვა მან. ეს პირდაპირი ინტერპრეტაცია არ იყო თუ თქვენ მისი ვიცე-პრეზიდენტი ხართ. წავიდეთ, კარგი, ნახე რა თქვა პრეზიდენტმა. ხალხი სვამდა კითხვებს ინფლაციაზე. ისინი კითხულობდნენ ცხოვრების ღირებულებაზე, რაც კიდევ ერთხელ საკმაოდ რეალურია. და მან თქვა, მე მიყვარს ინფლაცია, რადგან ის დაიკლებს, როცა ომი დასრულდება. და კიდევ ერთხელ უკვე ვხედავთ ბენზინის ფასს. დღეს 4.06 რეალი გალონზე, ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ ბევრად დაბალია ვიდრე რამდენიმე კვირის წინ იყო. ასე რომ კიდევ ერთხელ, ბევრი რამ არის, ბევრი რამ რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შეგვიძლია, გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას და კიდევ ერთხელ ამერიკელი ხალხი გამოიტანს თავის ვერდიქტს. ვფიქრობ, გვაქვს საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი, რომ ამაზე ავაგოთ კამპანია, ხო ასეა? მოვიზიდეთ ბევრი ახალი ინვესტიცია, ვაშენებთ ქარხნებს, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან დივიდენდებს მოუტანს ამერიკელ ხალხს. კარგი ჯოის, თუ გადახედავთ ამამუშავებელ მრეწველობაში სამუშაო ადგილებს, ისინი ძალიან იზრდება. მშენებლობის სფეროში სამუშაო ადგილები ოდნავ უკეთესია. ასე რომ რაც ხდება არის ის, რომ მშენებლობის სფეროში ჩდება სამუშაო ადგილები ქარხნების ასაშენებლად და შემდეგ დამამუშავებელი მრეწველობის მუშები უბრუნდებიან სამუშაოს. ეს ასევე ზრდის ხელფასებს. ძალიან ვამაყობ იმით, რომ თუ გადახედავ, რამდენად იზრდება ხელფასები ეხლა 2020-2022 წლებთან შედარებით, ისინი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება. ეს კარგია, თქვენ ისევ ხელმისაწვდომობის პრობლემას დაუბრუნდით. ბენზინის ფასი ძალიან მაღალია. ზოგი რამ ძალიან ძვირია, ხო იცით? ქირები ბოლო 12 თვეა სტაბილურია ან იკლებს. ასე რომ არის რაღაცები, რაც პროგრესის ნიშნებს აჩვენებს, რაღაცები, რაც აღდგენის ნიშნებს აჩვენებს. ჩემი აზრით და ვიცი რომ თქვენ არ მეთანხმებით, ჩვენ მემკვიდრეობით ავიღეთ არეულობა და ვცდილობთ გამოვასწოროთ, მაგრამ ზოგჯერ გამოსწორებას დრო სჭირდება სანი. კარგი, უბრალო ვიცე-პრეზიდენტო, New York Times-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, თქვენ იყავით მთავარი ხმა კულისებში, რომ ეპსტეინის არქივები გასაჯაროებულიყო და ჩვენ აპლოდით ამისთვის.
და თქვენ გააფრთხილეთ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის იუსტიციის დეპარტამენტიდან, სტრატეგიულ შეხვედრებზე საკონფერენციო ოთახში. ჩვენ გვესმის, რომ ამ შეხვედრების ჩანაწერები არსებობს და ეს დიდი პრობლემა იყო ბაზისთვის. ანგარიში ამბობს, რომ თქვენ ზელს შესთავაზეთ ტაკერ კარლსონს გაეკეთებინა ინტერვიუ გისლეინ მენსონთან და მაქსველთან, რათა პრეზიდენტის სახელი გაეწმინდათ. მაგრამ თქვენ უარი გითხრეს თქვენი საკუთარი ჯგუფის წევრებმა. რატომ? კარგი, პირველ რიგში ვითხოვდი, რომ არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც ნებისმიერ გაზეთში კითხულობთ. იქნება ეს მემარჯვენე თუ მემარცხენე, რადგან როგორც იცით არის ჭეშმარიტი ყალბი და კონტექსტგარეშე ამბები. აი ეს არის ის, რასაც ვიტყვი. მას პირველ რიგში მე ნახევრად შეთქმულების თეორეტიკოსი ვარ ეპსტეინის საქმეზე და ამ სტატიაში წერია, რომ მართალია ზოგიერთმა ადამიანმა ასე მომიხსენია. აპარატის უფროსი ეპსტეინის საქმეზე. მომიხსენიეს როგორც შეთქმულების თეორეტიკოსი. მე ძალიან მიყვარს სუზი, მაგრამ გონია რომ ის ნამდვილად მხედავს როგორც ეპსტეინის შეთქმულების თეორეტიკოსს. რადგან ვფიქრობ სიგიჟეა რომ ეს კაცი, რომელიც აშკარად სექსუალური მტაცებელია, ასე თავისუფლად დადიოდა ძალიან მდიდარ და ძლიერ ადამიანებთან ერთად. ეს მართლა მაწუხებდა, არ ვიცი რა არის იქ, რა თქმა უნდა ზუსტად არავინ იცის რა მოხდა თუ იქ არიყავი. მაგრამ ეს ძალიან მაწუხებდა და მინდოდა სრული გამჭვირვალობა. რასთანაც არ ვეთანხმები არის ის აზრი, რომ თეთრი სახლი არ იყოს სრულად ერთგული ამ გამჭვირვალობის მიმართ. უნდა გვახსოვდეს, რომ მე ოთახში ვიყავი, როცა ამ გადაწყვეტილებების ნაწილი მიიღეს. ეპსტეინის არქივების გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, სწორედ ამ არქივებამდე მიგვიყვანა, რასაც ახლა ვხედავთ, იმეილები. სხვათა შორის კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ უნდა დავიცვა ჩემი უფროსი. ვიცი რომ ეს ყოველთვის არ მოგწონთ, მაგრამ იცით ერთ-ერთი რამ, რასაც ეპსტეინის იმეილებში ხედავთ, არის ის, რომ ჯეფრი ეპსტეინის ძულდა დონალდ ტრამპი და დონალდ ტრამპმა პირდაპირ პოლიციაში დაასმინა ჯეფრი ეპსტეინი. ისინი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში საუკეთესო მეგობრები იყვნენ და გახსოვდეთ, მან ის გამჭვირვალობის კანონი იძულებით მოაწერა ხელი. როდესაც რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენი, ქალი, მაგალითად ლორენ ბობერტი, მარჯორი ტეილორ გრინი, არ დაემორჩილნენ მის ზეწოლას, რომ ხელი არ მოეწერათ, მან ლორენ ბობერტი სიტუაციურ ოთახში წაიყვანა, რათა მასზე ზეწოლა მოეხდინა და დაეღოლიებინა, რომ არ მიეცა ხმა იმ კანონპროექტისთვის. მაშ, მე ამაზე გიპასუხებთ. ეს სიმართლეა, მე ამაზე გიპასუხებთ. პირველ რიგში კი დონალდ ტრამპი და მან თვითონაც თქვა, იცნობდა ჯეფრი ეპსტეინს 1980-იან წლებში. მან ასევე გააძევა ეპსტეინი თავისი კლუბიდან, როცა გაიგო, რომ ის საზიზვარი იყო და პოლიციასაც აცნობა ამის შესახებ. ეს არის რაღაც, რასაც მედია ხშირად გვერდს უვლის ამ ამბის გაშუქებისას. ისინი მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ 80-იან წლებში, როგორც თავად პრეზიდენტი აღიარებს. ისინი უგულებელყოფენ იმას, რომ მან პოლიციას აცნობა მასზე და საბოლოოდ ეს გახდა ჯეფრი ეპსტეინის დაცემის მიზეზი. ამასთან დაკავშირებით, ანა, შენ კარგად იცნობ რესპუბლიკურ პარტიას. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ხელისუფლების გამოძიებამდე მიიყვანა საქმე. მაგრამ იმ საკითხზე, რომელიც შენ ახსენე, ეს თითქოს და უძრავი ქონების საქმეს უკავშირდებოდა, რომელიც საბოლოოდ კონფლიქტამდე არ მისულა. მაგრამ იმეილი ამბობს, იმეილი ამტკიცებს. სინამდვილეში ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. მოდით გულწრფელები და ღიები ვიყოთ. ისინი არ მხოლოდ იცნობდნენ ერთმანეთს, არამედ ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. მან მას პოლიციაში უჩივლა. აი რასაც ვამბობ, ეს საკმაოდ ობიექტურია, ეს სიმართლეა. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც გამოვყოფდი, თუ შეიძლება ერთ მნიშვნელოვან პუნქტს გაუსვა ხაზი, არის ეს. დონალდ ტრამპმა ეს დოკუმენტები მხოლოდ რესპუბლიკელების ზეწოლის ქვეშ გაასაჯაროა? და ანა ალბათ რესპუბლიკურ პარტიას ჩემზე უკეთ იცნობ, ის აზრი, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელი კონგრესმენების ეშინოდეს და არა პირიქით, ცოტა უცნაურია. ეს ორპარტიული იყო. ეს იყვნენ რესპუბლიკელები და დემოკრატები, მაგრამ რადგან რესპუბლიკელები აკონტროლებენ პალატასა და სენატს, განსაკუთრებით სენატს, მათი თანხმობა გჭირდება. პრეზიდენტმა რაც გააკეთა იყო შემდეგი. ნახე, კიდევ ერთხელ ვიტყვი. მე შეხვედრებზე ვიყავი, ის იმედგაცრუებული იყო და დემოკრატები ამას მის წინააღმდეგ იყენებდნენ. და ის ამბობს, ნახე, მე ის ბიჭი ჩემი კლუბიდან გავაგდე. მე ვიყავი ის ბიჭი, ვინც მას პოლიციაში უჩივლა, ან ერთ-ერთი მათგანი, ვინც უჩივლა. პრეზიდენტი ამით ნამდვილად იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ბოლოს მან თქვა, იცი რა, მოდი ყველაფერი ღიად ვთქვათ. მოდი ეს საჯაროდ გავაკეთოთ და მან მართლა დაურეკა სენატორებს. მე იქ ვიყავი, მან დარეკა და თქვა, იცი რა, დაამტკიცეთ ეს კანონპროექტი და მე ხელს მოვაწე. და ასე მოხდა. დამაცადეთ, მოკლე დამატებითი კითხვა დაგისვათ. დამაცადეთ, მოკლე დამატებითი კითხვა დაგისვათ. დიახ, ჩანს რომ თქვენ ბიჯეროდათ, რომ არქივებში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებდნენ სამართლიანად და ამერიკელი ხალხი თქვენთან ერთადაა ამაში. რატომ არ ვართ ჩვენ თქვენთან ერთად ამაში? მაშ ჩვენ გავოცელეთ გონი 6 მილიონი ფაილი ან 6 მილიონი გვერდი დოკუმენტი, როგორც მე მესმის, 2.5 მილიონი სანი, ამას გადავამოწმებ, რომ დარწმუნებული ვიყო. მაგრამ როგორც მე მესმის, ბევრი მათგანი უკვე გამოქვეყნებული მასალების დუბლიკატია, ჩვენ არაფერს ვამალავთ. ზოგიერთი ეს მასალა ასეთია. სასამართლოებმა უნდა გადაწყვიტონ, გაასაჯაროებ თუ არა. ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც შევეჯახეთ. სიტუაციურ ოთახში გამართულ შეხვედრებზე საუბრობთ, დიდი რაოდენობის დოკუმენტები იყო მგონი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში, ან იქნებ სხვა იურისდიქციაში. ჩვენ ასე ვიყავით.
გვინდა ეს დოკუმენტები გავასაჯაროთ, მაგრამ ამისთვის სასამართლოს ნებართვა გჭირდება. ზოგჯერ ვაყენებით შუამდგომლობას და სასამართლოები უარს გვეუბნებოდნენ. ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით ზუსტად უნდა ვიცოდე, რომელებზე საუბრობთ. 3.500.000 დოკუმენტი გასაჯაროვდა და როგორც მე ხვდები 2.500.000 არა. შეიძლება ესენი იყოს ისინი, რომლებიც სასამართლო დავის საგანია. მის ახალწიგინში კომუნიონი ბატონო, თქვენ წერთ თქვენს ევოლუციაზე. პირადი ევოლუცია რწმენასთან, ევანგელისტობიდან ათეიზმამდე, შემდეგ კი კათოლიციზმამდე მოქცევა. და თქვენ ასევე აღწერთ მსგავსად თქვენს ცვლილებას ტრამპის მიმართ. ამერიკის ჰიტლერად მოხსენიებიდან ამერიკის საუკეთესო იმედად აღიარებამდე. ეხლა როგორც ადამიანი, რომელმაც უკვე აღიარა, რომ ამბიციას ეძებდა, როგორც იგი შეწერთ, მაგრამ ეხლა ამბობთ, რომ რწმენამ დაგაბრუნათ მთავარ პრიორიტეტებთან, მე გარკვეულწილად უნდა გამოვიყენო თქვენი საკუთარი სიტყვები, რომლებიც 2016 წლიდან მახსოვს. ქრისტიანი თანამგზავრები, ყველა გვიხურებს, როცა ამ კაცისთვის ბუდიშს ვიხდით. უფალო, დაგვეხმარე, ამაზე სულ ვფიქრობ, რადგან როგორც ქრისტიანს ეს გულზე მაწევს, როცა ამ ქვეყანას და მის ლიდერობას ვუყურებ. რადგან ესეც არის რაღაც, რაც ჩემს შულებს უნდა ავუხსნა და ვიცი, რომ ჩვენ ორივეს გვჯერა, რომ ჩვენი უდიდესი პრივილეგია და პასუხისგებლობა სწორედ ეს ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ვზრდით, რა თქმა უნდა. მაშ დამეხმარა, რომ ვიპოვო სიტყვები, რათა ავუხსნე ჩემს შულებს, რას ხედავენ ისინი ახლა. ჯერ ერთი, ეს უკვე კარგად გავცელდა. მე გავაკრიტი დონალდ ტრამპი 2015 და 2016 წლებში, ახლათი რა თქმა უნდა აქვა როგორც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციაში. ჯოი, ცოტა თავდაბლობა. სინამდვილეში ვფიქრობ, როცა პროგნოზებს აკეთებ და ეს პროგნოზები მცდარი აღმოჩნდება, უნდა კითხო საკუთარ თავს, რა მაიძულა რომ ამაში შევმცდარიყავი? რა ვერ გავიდი ან რა შევაფასე სწორად? არა, მაგალითად თქვი, რომ დონალდ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა. ამ პოლიტიკებს ხელფასების ზრდამდე არ უნდა მიიყვანა, მაგრამ პირველ ვადაში ხელფასები გაიზარდა. ეს სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თქვი, რომ იმ ქარხნული სამუშაოების დაბრუნებას ვერ შევძლებდით, რადგან ჯეროდა რომ ისინი ქრება, მაგრამ სინამდვილეში დონალდ ტრამპის დროს იმ მმართველობის პერიოდში წარმოებაში ბუმი იყო. მოდის მომენტი, როცა ამბობ, იცი ამაზე პროგნოზები გავაკეთე, ბოლოს აღმოჩნდა რომ ვცდებოდი. და პოლიტიკაში და ყველაფერში ვფიქრობ მნიშვნელოვანია თქვა, იცი რა, რაღაცებში შევცდი და მის შესახებაც ვცდებოდი, ის წარმატებული პრეზიდენტი იყო. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ასე მტკიცედ უჭერ მხარს მას. ციგიში აგრძელებ ახსნას, რომ კარგი პოლიტიკა შეიძლება ერთ-ერთი შენი გამართლება იყო, მაგრამ ციტატა და როცა ეს Twitter-ში ან X-ზე გამოაქვეყნე, პოლიტიკაზე არ იყო. ეს იყო ის, რაზეც ქრისტიანები მზად იყვნენ თვალი დაეხუჭათ. ეს არის ის ნაწილი, რომელსაც ვერ ვძლებ. რაზე ხარ მზად? ძალაუფლების სახელით თვალი დახუჭო. კი, საკმაოდ ფუნდამენტურად ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი რამ, რაც დონალდ ტრამპის შესახებ საბოლოოდ სათანადოდ ვერ შეევაფასე, იყო ის, რომ ბევრი რამ, რასაც ხალხი მასზე ამბობდა, სინამდვილეში მართალი არ იყო. კлау, შენ თავდაბლობაზე საუბრობ. კარგი, ხედავ დონალდ ტრამპს. ხედავ ვიდეოს, ან არც კი ვიდეოს, არამედ სტატიას იმაზე, რაც მან თქვა და ამას პირდაპირ ვიღებდი. მაგალითად, დაუბრუნდეთ ერთ-ერთ ყველაზე საკამათო განცხადებას, რომელიც დონალდ ტრამპმა პირველ ვადაში გააკეთა. სადაც მე შევცდი პირველ კამპანიაში, იყო ის, რომ იმ ისტორიების გამო, რაც წავიკითხე, დამაჯერეს. ისტორიები, სადაც ეწერა, რომ დონალდ ტრამპმა თქვა თითქოს ყველა მექსიკელი გამოუპატიურებელია, მან ეს არასდროს უთქვამს. რა თქვა მან? მან თქვა, რომ სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები, მათ შორის მექსიკა, ჩვენს ქვეყანაში კრიმინალებს უშვებდნენ. ეს ობიექტურად სიმართლე იყო. ასე რომ, ეს იმდენად ქრისტიანებზე არ არის. ფიდელ კასტრომ ეს 1980 წელს მარელის ექსოდის დროს გააკეთა. იყო ბევრი, ძალიან ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის CNN-ით, სადაც ადრე მუშაობდი და ჩემი კოლეგა იყავი, რომლებმაც სცადეს ამის მტკიცებულებების პოვნა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მადურო ათავისუფლებდა ადამიანებს ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან ან ციხეებიდან, როგორც ფიდელ კასტრომ მართლაც გააკეთა. ეს იყო მოგონილი და ჩვენ ვერ შევძლებთ იცით ამის მიღებას უაპელაციოდ. ანა, ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი გაათავისუფლეს ციხეებიდან და წაახალისეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსულიყვნენ. ასე არ ყოფილა. ეს არ იყო მარიელი ბატონო ვიცე-პრეზიდენტო. ეს არ ყოფილა განზრახ გათავისუფლება. ციხეების გახსნა, ფსიქიატრიული საავადმყოფოების გახსნა და ადამიანების ფლორიდაში გაშვება. ვიცი რომ მაიამიში იქნება? დიახ, თუ წახვალთ, შეიძლება მარიელის გავსი არ ყოფილიყო, მაგრამ თუ 22 და 23 წლების ქარავნებს დაუბრუნდებით, ვიცით რომ ეს ყველაფერი დაფინანსებული იყო. ზოგ შემთხვევაში ამას თავრობა უჭერდა მხარს. ასე რომ, არ ვიცი როგორ განსაზღვრავთ მხარდაჭერას ან მის არარსებობას, მაგრამ თუ ადამიანები წახალისებულნი არიან ჩვენს ქვეყანაში, შემოვიდნენ მას შემდეგ, რაც საკუთარ მთავრობებს ყავდათ დაკავებული, ვფიქრობ ეს პრობლემაა. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, შეიძლება კიდევ ერთი რამ დავამატო, იმიტომ რომ ამ წიგნში ბევრს საუბრობთ იმიგრაციაზე. და მე მჯერა, რომ როგორც ქრისტიანს, შემიძლია ჩემს შვილებს აუხსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი საზღვრების ქონა. მე მესმის, რომ არსებობს კანონები და რესურსები. მესმის.
ბევრად უფრო რთულია ახსნა, როცა ვხედავ, როგორ გორაძებებენ ვინმე სახლიდან, ან უსამართლოდ მიხავთ, მაშინ როცა ის არ არის ძალადობრივი დამნაშავე. აი ასეა. ცოტა უფრო რთულია, როგორც მშობლისთვის, ვეცადო ავხსნა, როცა ვინმე სჭიას ან ნაგავს ეძახიან, მაშინ როცა მე სკოლაში ვასწავლი იმაზე, თუ როგორ აკეთებდნენ ამას ადრე ადამიანები. მაგრამ ეს განსხვავებულია. საკმაოდ რთულია, როგორც მშობლისთვის, დედისთვის და როგორც ქრისტიანისთვის, ორივე რამ თქვა. და შენ ამას წიგნში ამბობ, შენ ამაზე საუბრობ. შენ საუბრობ ამ ბრძოლაზე, ამ შინაგან ბრძოლაზე წიგნში. და შენ საუბრობ მორალურ დათმობებზე, რომლებიც მკაცრი მიგრაციის პოლიტიკის მხარდაჭერას გულისხმობს, ისე რომ არავის ადამიანობა არ წაართვა. მაგრამ მოусმინე, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აისერის პატიმრობაში, 6200, რომლებიც ისეთ ადგილებში არიან მოთავსებულები, როგორიცაა დილის დაკავების ცენტრი. ადამიანები, რომლებიც ამ დაკავების ცენტრებში იმყოფებოდნენ, არ ვიცი თუ ახსენე არაჰუმანური პირობები, სუფთა წყლის, სამედიცინო მომსახურებისა და განათლების ნაკლებობა. გთხოვდით თქვენ, როგორც ქრისტიანს და როგორც მამას, ეცვიოთ ამ დაკავების ცენტრებს, სადაც ბავშვები არიან მოთავსებულები და უზრუნველყოთ, რომ პირობები შეესაბამებოდეს იმ ღირებულებებს, რომელსაც ამ ქვეყანაში ვიცავთ. მოკლედ, ბევრი რამ დამაყარეთ და ვხედავ რომ 30 წამი დაგვრჩა, მაგრამ ნება მომეცით თქვა, ჯერ გააგრძელეთ, მინდოდა ამ თემას დავბრუნებოდი, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ვიპოვოთ ნათელი ბალანსი ჩვენი კანონების შესრულებასა და ადამიანობის შენარჩუნებას შორის. არ გვინდა არავინ დავამციროთ. ეს არის ბალანსი. ნახეთ, რაც შეეხება უსაფრთხოების ძალებს, ვითხოვდი, რომ პოლიციის მოქმედება ბუნებით არასდროს არის ლამაზი პროცესი. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გაქვს ძალადობრივ ადამიანებთან, ან მათთან, ვინც დაპატიმრებას ეწინააღმდეგება. ზოგი ადამიანი, ვისაც მედია ამბობდა, რომ სულიად მშვიდობიანები იყვნენ და არასდროს დაურღვევიათ კანონი, მაგრამ როცა ისტორიას გადაამოწმებ, აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში ისინი ძალადობრივები იყვნენ, ან მართლაც ჰქონდათ კრიმინალური წარსული, მათ შორის სექსუალური დანაშაული. მოსამართლის მიერ გაწვევისთვის მჯარდებული ადამიანს აქვს კრიმინალური წარსული. უმეტესობა იმ ადამიანებისა, ვისაც ICA აგროვებს და საკუთარ სახლებსა და ოჯახებს აშორებს, ისინი ოჯახებს აყოფენ, ბავშვებს კი სათხუარად იყენებენ. უმეტესობა კრიმინალი არ არის. შემიძლია ამაზე პასუხი გავცე, შემიძლია უბრალოდ შემდეგი ვთქვა, კარგი, შენ ბავშვებზე საუბრობ. აი რას ვიტყოდი. ვიცით რომ წინა ადმინისტრაციის დროს 10000-ობით ბავშვი სექსუალურად გაასაღეს კარტელებმა და ისინი ჩვენს ქვეყანაში უკიდურესად საშიშ და მტაცებლურ პირობებში შემოიყვანეს. მოდით ამ ადმინისტრაციაზე ვისაუბროთ. მაგრამ აი თავარი საკითხი. თუ საზღვარს არ გააკონტროლებ, ასეთ ქცევას თავად იწვევ. თქვენ ფიქრობთ რომ ჩვენი იმიგრაციის პოლიტიკა არაადამიანურია? ერთი პოლიტიკური მიკერძოების მქონე ადამიანის რეპორტაჟის საფუძველზე. რასაც ვამბობ არის ის, რომ არაადამიანურია, როცა კარტელები ჩვენ საზღვარზე ადამიანებით სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ვაჯრობენ. თქვენ გაჭირვებული თემიდან მოდიხართ. რა თქმა უნდა. თქვენ იცით როგორი რთული იყო ადამიანებისთვის. ორი რამ. თქვენ ბევრ საუბრობთ თქვენს კათოლიკურ რწმენაზე, მაგრამ კათოლიკური რწმენა ამბობს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მიგრანტები, მივიღოთ ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ, ან ძალიან რთულ დროს გადიან. რატომ? როგორ ამართლებთ ამ ორ რამეს? მაშ, ნება მომეცით, ჯერ რამდენიმე რამ დითხრათ რუპი. პირველ რიგში წიგნი ბევრად ნაკლებად პოლიტიკურია, ვიდრე თქვენ ალბათ წარმოიდგენდით მხოლოდ ამის ყურებით. რადგან რა თქმა უნდა ჩვენ ახლა დროის აქტუალურ საკითხებზე ვსაუბრობთ. წიგნის 75% სინამდვილეში პოლიტიკაზე არ არის. მე თითქოს უნდა უწერო პოლიტიკაზე, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ვარ, მაგრამ მინდა თქვენს კითხვას უპასუხო. მაშ, ძირითადად თუ დაფიქრებით იმაზე, რა არის იმიგრაციის კონტროლი, იმიგრაცია არის კანონის აღსრულება. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ დაარღვია კანონი. კანონის წარმომადგენელი უნდა გამოცხადდეს და უზრუნველყოს ამ კანონის შესრულება. ეხლა ბუნებრივია, ზოგჯერ ეს პროცესი ყოველთვის ლამაზი არ იქნება. თუ ამას ვიდეოზე გადაიღებთ, ისევე როგორც ვინმეს დაჭერა ძალადობრივი ან არაძალადობრივი დანაშაულისთვის, ზოგჯერ ეს ყოველთვის ლამაზი არ არის. ხომ ასეა? რასაც ვამბობ არის ის, რომ კათოლიკური რწმენა სინამდვილეში ვფიქრობ აქ სწორ ბალანსს პოულობს, ხომ ასეა? ის ამბობს, რომ ქრისტიანული რწმენა და ვფიქრობ ეს როგორც პროტესტანტებს, ისე კათოლიკეებს ეხებათ, გააძლევს საშუალებას კონდეს საზღვრები. შეგიძლია გააკონტროლოს შენი საზღვრები, ხო ასე? ეს კანონის აღსრულების ნაწილია, მაგრამ ასევე საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. კარგი. და ისევ, იცი, შენი არგუმენტი ძირითადად ესეთია. უპი, შენ ამბობ, რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ სწორი ბალანსი. არ გეთანხმები იმაზე, როგორ ვიყენებთ ამას, მაგრამ არავინ იმედია არ ამბობს, რომ საზღვარი არ შეიძლება არსებობდეს. რასაც ვამბობ არის ის, რომ იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად შევძლოთ კანონის აღსრულება, ვერ დაადგეს სტანდარტს, რომ არავის შეიძლება დეპორტაცია, თუ მან ძალადობრივი დანაშაული არ ჩაიდინა. კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა მოქმედდეს. არა, ნება მომეცი, მე დავსვა კითხვა. ხელების აწევა საჭირო არ არის. ნება მომეცი, ჩემი დამატებითი კითხვა დავსვა. დიახ, მაქვს. იმიტომ რომ თქვენ საუბრობდით, თქვენ ხალხზე საუბრობდით. რა ზუსტად გააკეთეს შავკანიანმა ადამიანებმა ამ ადმინისტრაციას, რამაც მისცა მას საშუალება, რომ საბოლოოდ დაასტიგმატიზირებინა ფერადკანიანი ადამიანები?
და თქვენ ძალიან კარგად იცით, რამდენად რთულია ეს. თქვენს ოჯახში ფერადკანიანი ადამიანები ყავთ. რა თქმა უნდა, მაშინ როცა ხედავ, იცი რაღაცებს მაგალითად ემეტ ტილის შესახებ მასალის ამოღებას. ან როცა ისინი შავკანიანი გმირების შესახებ ინფორმაციასაც კი შლიან. შენთვის ეს როგორ ჟღერს? კარგი, ზუსტად რაზე საუბრო ფუფი, იმიტომ რომ ეხლა ხან კი არა, მინდა ვიცოდე რა არიცი რა, შენ გელაპარაკები სერიოზულად. მრავალი მუზეუმში ასეა, თითქოს იცი, ძალიან ბევრია ესეთი. უბრალოდ ვაკვირდები, სადაც ისინი რეალურ ისტორიას აშორებენ, რაც ამ ქვეყანაში ნამდვილად მოხდა. მონობა არსებობდა. ყველაფერი მოხდა და ასე ჩანს, იცი? ამ ადმინისტრაციისთვის ძალიან მარტივი იყო ამის ამოღება და ასევე შავკანიანი ადამიანების დისკრედიტაცია, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს ამერიკული ოცნების მისაღწევად. რას გულისხმობ, ანუ იცი უკეთესად? დატოვე. მაჟთანი ეს საკმაოდ სასარგებლო ჩარევა იყო, რადგან გონია რომ იმ ამბავზე ლაპარაკობ, სადაც იცი თითქოს მთავრობა აჩერებს ადამიანების დანიშნას მათი კანის ფერის გამო. ეს მინახავს. ვსაუბრობ შავკანიანთა ისტორიის წაშლაზე საჯარო სივრცეებში. შავკანიანთა საარჩევნო ოლქები იშლება. ჩვენი რიგებიდან შავკანიან ლიდერებს გვერდზე სცემენ. სად ჯდებიან ფერადკანიანი ამერიკელები ამ ხედვაში, რადგან არ ჩანს რომ ვჯდებით. მე ვფიქრობ რომ მხოლოდ ჩემს ხედვაში. და თუ ნებას დამთავრთ, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ქვეყანაში შესვლის უფლება დაახლოებით 6 ლტოლვილს მიეცა. ყველა სამის გარდა თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელი იყო. პირველ რიგში ამ რიცხვთან დაკავშირებით საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან შეერთებულ შტატებში იმიგრაციის მრავალი განსხვავებული ფორმა გვაქვს, მაგრამ ნება მომეცით მხოლოდ UUP-ის საკითხს შევეხო. მოусმინე, პირველ რიგში შენ დასვი ეს კითხვა და შეიძლება არ გჯეროდეს რომ ამას ჩემგან გაიგებ, მაგრამ ვფიქრობ რომ ყველა მისასალმებელია ჩვენს პოლიტიკურ კოალიციაში. პატიოსნად რო გითხრა, თუნდაც ჩვენთვის არ მიგიცია ხმა, ყველა მისასალმებელია ჩვენს ქვეყანაში თუ ამერიკის მოქალაქე ხარ. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები, იურიდიული მოვალეობები და უფლებები აქ ყოფნისთვის, მაგრამ ნება მომეცი ამის მაგალითი მოგიყვანო, კარგი? მას შენ თქვი რომ ჩვენ ვართ ანტიუმცირესობა, ან ანტი მე ეს არ მithქვამს. უბრალოდ კითხე. ხედავ? კარგი, ყველაფერი რიგზეა. სამართლიანია. ნუ ცდილობ ჩემთან ჩხუბს ბიჭო. ნუ ჩამაგდებ უსიამოვნებაში. არ დაიწყო, ნუ წამეკიდები. მაგრამ მე არასწორად დავიდე შენი კითხო, მაგრამ ნება მომეცი ნამდვილად გიპასუხო. რასაც ვამბობ, ვფიქრობ, კარგი, შეხედე ვაშინგტონის, ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ და ერთ-ერთ ყველაზე დიდი შავკანიანი მოსახლეობით პროპორციულად. ქალაქებში, სადაც ყველაზე მეტი შავკანიანი მოსახლეობაა შეერთებულ შტატებში, მოხდა დიდი შემცირება ძალადობრივ დანაშაულებში, სექსუალურ ძალადობასა და მკვლელობებში. ჩვენ ვცდილობთ დანაშაულის საკითხს სერიოზულად მოვეკიდოთ. ნაწილობრივ იმიტომ, რომ გჯერა, ყველა, იქნება ის შავკანიანი თუ თეთრკანიანი, დიდარი თუ ღარიბი, იმსახურებს ცხოვრებას უსაფრთხო უბანში. რატომ დანაშაული? სად ზუსტად ჯდება დანაშაული ამ ყველაფერში? ეს ხომ არ ეხება მათ სამუშაოებს, ხომ ასეა? ეს ეხება. ეს ეხება უფლებს. რას ამბობთ, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ ეკონომიკისა და შავკანიანებისთვის? ისტორია იშლება. საჯარო ისტორია არ იშლება. ეს მართალია, მაგრამ მეგობრებო, ირანზე უნდა ვისაუბროთ, როცა მნიშვნელოვან საკითხს დაუბრუნდებით. ვამბობ, ჩვენ ზეიმობთ შავკანიანთა ისტორიას, ჩვენ ზეიმობთ ამერიკის მთელ ისტორიას ამ ადმინისტრაციაში. შეიძლება სკეპტიკურად უყურებდეთ ამას, მაგრამ გპირდებით. კი უნდა გავიდე შესვენებაზე და მართლა უნდა წავიდე. გთხოვთ, დაბრუნებისას ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან კიდევ გავაგრძელებთ საუბარს. მაშ, გააკეთეს. ხვალ დაუბრუნდით ვიცე-პრეზიდენტ JD ვენსთან. ჯოის შემდეგი კითხვა აქვს. თქვენ სიგნიში ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენ აღიარებთ, რომ დემოკრატებს უწოდეთ ბავშვური, უშვილო კატის მოყვარული ქალბატონები. ღმერთო ჩემო, რა მძიმე სიტყვებია. თქვენ წიგნში ამბობთ, რომ ეს სისულელე იყო. სინამდვილეში გმადლობთ, რას ფიქრობდით, როცა ამას ამბობდით? მაშ, ჯოიმ თქვა, როცა ყველა სამართლიანი იყო, მე კარგად ვარ. ვფიქრობ, ეს დაახლოებით საუკეთესო მხარდაჭერაა, რაც ოდეს მე მექნება. ჯოი ბეხარი, რესპუბლიკელისთვის. გმადლობთ. მადლობა სუხდი. აქ The View-ში ჩვენზე გარკვეული კეთილგანწყობით მსჯელობენ, მაგრამ იცით, ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რასაც ვცდილობ გავაკეთო და ყოველთვის იცით, ჩვენ ყველანი ყოველთვის სწავლობთ, ხო ასეა? თქვით რომ კათოლიკე იყავით, მაგრამ დაშორდით ეკლესიას. ხო, ცუდი კათოლიკე ვარ. მგონი ჩვენ ყველანი ასეთები ვართ. ამიტომაც გვჭირდება მადლი როგორც ქრისტიანებს. რადგან ვაღიარებთ, რომ არის რაღაცები, რაშიც უნდა გაუმჯობესდეთ, მაგრამ ამას ვიტყოდი, იმ კომენტარმა მართლა რაღაც გაანათა და დისკუსია დაიწყო, თუ უბრალოდ ხალხი უფრო დახურული გახადა. და როცა ისეთ კომენტარს ვაკეთებ, რომელიც უბრალოდ ხალხს უფრო დახურავს იმის ნაცვლად, რომ ჩემი სათქმელი დააფასონ, ეს შეცდომაა, ხომ ასეა? და მე უნდა გაუმჯობესდე. შეიძლება უკითხო ის აზრი, ასაც ამაზე ვიტყოდი, ჯოი?
მართლა ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ძალიან ფაქიზად, ზოგჯერ უფრო ღრმად, მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო ოჯახის საწინააღმდეგო და ბავშვის საწინააღმდეგო გახდა. უფრო რთულია მოგზაურობა, უფრო რთულია რესტორნებში წასვლა. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ვიცი რომ თქვენი შვილი მალე ჩამოვა. ჯერ არ ყავთ შვილიშვილები, ჯერ არა. ძალიან გვიხარია თქვენთვის და უჩასთვის და კიდევ ერთხელ გსურდა გაჩვენოთ. მადლობას გიხდით. გმადლობთ. კითხვა, მოდი ესე ვთქვათ, ამას გამოგიგზავნით, მეგობრებო. სურათი. თქვენი ახალი წიგნი კომუნია, ჩემი გზის პოვნარ რწმენასთან დაბრუნებისკენ უკვე ხელმისაწვდომია. დაასკანერეთ ეკრანზე მოცემული QR კოდი, რომ შეიძინოთ ეგზემპლარი და მალე დაუბრუნდებით. მადლობა.